კონკია. იყო და არა იყო რა. იყო ერთი კეთილი და მშრომელი გოგონა, კონკია. დედა პატარა ასაკში დაეღუპა, მამამ კი სხვა ქალი მოიყვანა ცოლად. დედინაცვალი და მისი ორი ამპარტავანი ქალიშვილი კონკიას, როგორც მსახურს ისე ექცეოდნენ, სახლის ყველა საქმეს მას აკეთებინებდნენ, თვითონ კი დასცინოდნენ და აბუჩადიგდებდნენ. ერთ დღეს მეფემ სასახლეში დიდი მეჯლისი გამოაცხადა. უფლის წულს საცოლე უნდა ამოერჩია. მეჯლისის მოსაწვევი მეფემ სოფელში მცხოვრებ ყველა გოგონას გაუგზავნა. დედინაცვალი და მისი ქალიშვილები, გრიზელდა და ანასტასია, საგულდაგულოდ ემზადებოდნენ. ბოროტი დედინაცვალი და მისი ქალიშვილები კონკიას უამრავ საქმეს ავალებდნენ, რომ მოსამზადებლად დრო არ ქონოდა და სახლში დარჩენილიყო. როცა კონკია მარტო დარჩა და ტირილი დაიწყო, მის წინ გამოჩნდა კეთილი ნათლია, ჯადოსნური ფერია. მან გოგრა ოქროსეტლად აქცია, თაგვები ლამას ცხენებად. კონკიას კი ბრწყინვალე კაბა და ულამაზესი ბროლის ფეხსაცმელი ჩააცვა. მაგრამ გააფრთხილა. მაშინ როცა ღამის 12 საათი გახდება, ყველაფერი ძველ სახეს დაუბრუნდება, ამიტომ იჩქარე. სასახლეში კონკია ყველასგან გამოირჩეოდა. უფლის წულს მისი სილამაზე და მოკრძალება ისე მოეწონა, რომ მთელი საღამო მასთან ერთად ცეკვავდა. დედინაცვალმა და მისმა ქალიშვილებმა ვერც კი იცნეს. ცეკვის შემდეგ კონკია და უფლისწული ბაღში გამოვიდნენ. დრო ისე უცებ გავიდა, ვერც კი შენიშნა გოგონამ. როდესაც საათმა 12 ჩამჰოკრა, კონკია სასწრაფოდ გაიქცა. კიბეზე სიჩქარეში ერთი ბროლის ფეხსაცმელი გასცრა და ვეღარ მოასწრო აღება. ეტლში ჩაჯდა, გაიქცა თავისი ეტლით და დღეს რომ მიუახლოვდა ჯადოსნობა გაქრა, ეტლი ისევ გოგრა გახდა. ცხენები თაგვებად გადაიქცნენ. უფლისწულმა გადაწყვიტა, რომ გოგონას იპოვიდა, ვისაც ფეხსაცმელი მოერგებოდა. მთელ სამეფოში დადიოდა და ყველა გოგოს ფეხზე აცმევდა ბროლის ფეხსაცმელს. ბოლოს კონკია სახლშიც მივიდა. დედინაცვალი ცდილობდა კონკია დაემალა, მაგრამ უფლისწულმა მისი ნახვა მაინც მოითხოვა. ფეხსაცმელი კონკიას ფეხს ზუსტად მოერგო. უფრო მეტიც, კონკია მეორე ბროლის ფეხსაცმელი ამოიღო ჯიბიდან. გაეხარდა უფლისწულს კონკიას გადაეხვია და სასახლეში წაიყვანა. მოგვიანებით გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადეს. ასე გაიმარჯვა სიკეთემ და მოთმინებამ ბოროტებაზე. კონკია კი უფლისწულთან ერთად დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდა. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა. გამოიწერეთ არხი მეტი ზღაპრული სამყაროსთვის და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.